მშვიდობისა, მოგესალმებით. წადით ახლა, ხო? წადით, გოგო, წადით, რა დღეში ხართ? ჩვენთან ღრუბლიანი ამინდია, არ წვიმს. ბატონო დედა. ხო, შენ ეველი, მარია ეველინა ხარ შენ. ეს წერტილი გამომხედე, წიწილა. ეს დიდი წიწილა. ეს პატარა წიწილა. მოვდივარ, დედა, მოვდივარ. Hello, დავტოვეთ ევე. ეხლა წავიყვან დანიკოს, რომელიც ზისაგერ გაყოსული, ჩათბილული. მე მივირთმევ ყავას, როგორც ყოველთვის. მე იქნება მარკეტი, ნეტ აქ თუ გავეტევით. კიდე ზემოთ ამოგეყენებინა ეს მანქანა, კაი იქნებოდა. ასე. ძალიან ჩვეულებრივი თემაა, ასე რომ დააყენონ. ტროტუარზე ისე რომ არ იფიქრონ სხვებზე გაივლის ადამიანი თუ არ გაივლის. ხო და ეხლა წავალ მოკლედ დავტოვებ დანით, მე მივირთმევ ყავას. მე წავალ მარკეტში. მე ბაზარში ბისკუტები მაქვს დღეს დასაწყობი. საქმე ბევრი საქმეები მაქვს. და ვთქვი, მე მგონი რომ ისე ძალიან არცი ვარ, თქო თუ არ ვთქვი. წინა დღეებთან შედარებით თქო და ეხლა სიარულში ხვდები რომ საკმაოდ ცივა, იმიტომ რომ ხელები მიმეყინა. წავედით მოკლედ ეხლა დანიდუნის ბაღში. დანიდუნი. კუკუ. ვაიმე, ეტო ხარ მოწყენილი. შენ დილით ხო საოცარ ხასიათზე გაიღვიძე. აბა დამანახე შენი ახალი სათვალეები. დამანახე. კაი დე რა იყო? დანიკო. დამენახე, აბა როგორი გოგო ხარ? აგერა ვარ, გამოიხე. არ არის ხასიათი. რა ლამაზი ხარ გოგო შენ, რა ლამაზი ხარ ტუტუნები. დედას წიწილა, მიდი მიაკაკუნე კარებზე. გაგვიღონ. არა? ყავაც მზად არის. ცოტა ხანი ვიქნები ახლა აქ, დავლევ ყავას, ავსკროლავ, ამუსულო ამინჩი და მე წავალ მარკეტში. ახანია სახლში ვარ. მოვიდა სახლის საქმეები, მე და ზურამაც ვისაუზმეთ, ამასობაში 2:30 მოვიდა, ბისკუიტებიც დავაცხვე, წითელი ხავერდის და ეხლა ვაცხელებ ტკბილ ფლავს. ესეც ჩემი ტკბილი ფლავი, რომელიც გავაკეთე გუშინ, გვიან, ვუყავი ქიშმიში, გარგარი, პორტოხალი, ქლიავის ჭირი მქონდა ცოტა და ასევე მქონდა ფინიკი და ისიც ვუყავი. აბა ისე არ ჭამდნენ და მეთქი ფლავში იქნებ შეჭამა თქო და ეველიკუნამ ჭამა ძალიან გემრიელად და დანიელამ სამწუხაროდ არ შეჭამა. ხო და ეხლა გავაცხელებ და მივირთმევ გემრიელად, მე წავალ ბაზარში. ჩავიფუთნოთ, დავიხუროთ ევეკოს პომპონჩიგიანი ქუდი და წავიდეთ ბაზარში, იმიტომ რომ ძალიან ცივა ზურა საქმეებზე წავიდა. მე მივირთვი ტკბილი ფლავი, დავტკბი, გავთბი. ხო და ეხლა ისე მეზარება ამ სიცივეში გასვლა, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ. და რომ უბრუნდები მე საერთოდ უნდა გავფინო. მეორე პარტია. მესამეს ვეღარ ჩავყრე ფიზიკურად, ვერსად ვეღარ გავფენ. ესე დაუსრულებელი ის არის, რა ქვია. რა ქვია მაგას? არ ვიცი რა ქვია. რა დავარქვა, არ ვიცი, უბრალოდ შესაბამის სახელს ვერ ვუძებნი, რა ქვია მაგას, როცა დაუსრულებლად სარეცხი არის ოჯახში. არ ვიცი რა ქვია. მოლი შენ იცი რა ქვია? არჩენ არ იცი რა ქვია. ხო და წავედი ახლა 2:10 თითქმის შესრულდა. და ცოტა დრო მაქვს. ой, ზურიკა მოვიდა, ამას შემოვევლე. მე ახლა წავაცუნცულებ ბაზარში ჩემთან ერთად. რა საყვარელი ბიჭია. არა მეკონა ასე მალე თუ მოვიდო და თან კრემყელი უნდა იყიდა. ხო და გავიყოლებ ახლა ბაზარში. რა კარგია, მარტო არ მომიწევს წასვლა. დააყენა მისი ბორდო. გავიშურეთ ბაზარში. მოვიარეთ ბაზარი მე და ზურაბმა ერთად. ვიყიდეთ ხილი და ბოსტნეული და მთელი დილიდან მოყოლებული მსჯელობთ, რა გავაკეთოთ სადილი და
საბოლოოდ მივედით იმ დასკვნამდე, რომ გავაკეთოთ კატლეტი. ხო და მივიდიოდი ხა ფარში საყიდლად. ფერი მაქვს საყიდელი, იმიტომ რომ ბოლო წვეთები ამოვწურე, რომ რეცხავდი ჭურჭელს. ხო და კიდე რა მაქვს საყიდელი. ჯერ თევზის ფიქრობდით. მერე გადავიფიქრეთ. და მერე შევჯერდით კატლეტზე. ხო და ფერი მინდოდა, ფარში მინდოდა და კიდე რა მინდოდა. რაღაცა მინდოდა კიდე. გადათხრილია მთელი ჩვენი უბანი. იმგეს ინტერნეტის გამო მე მგონი ბოჭკოვანი ინტერნეტს აკეთებენ რაღაც. ხო და საქართველოს როგორი თოვლია გურიაში, ოზურგეთში გავგიჟდი რამხელა თოვლია ყველგან. დედაჩის ველაპარაკეთ ყალბოში წამოთავა და დადნაო და ცოტა ისე აქ-იქ დევსო. და აქეთ თოვლი არ გვინახია, თვალით კარგა ხანია. და წერსაც მე მგონი ვერ ვნახავთ, არ უჩანს ისეთი პირი. რა კაი სუნია. გემრიელი საჭმე სუნი იყო. წავედი მოკლედ მარკეტში. ხო და ვიყიდო ფარში, ფეირი და გამახსენდება კიდე ის რაღაც რა თქო და საყიდელი არ მახსოვს ვიყიდო. სკლეროზი მოჩო. მარკეტიდან გამოვუარე ეველიკუნას და ბარემ წამოვიყვან ერთი 10 წუთი კი ვიცადე, მაგრამ არა უშავს წასვლა სჯობდა წამომეყვანა და ქალბატონს კბილი ერყევა. წადი დე, წადი გოგო, წადი გოგო, წადი. ერთ სული აქ როდის მოსწრება. მავნე. ჩემი დრანცულიკო. წავით ახლა გავაკეთოთ კატლეტები. შეჭამ კატლეტს? ჰა? ვერ გავიგე. მოიფიქრე დედა, მოიფიქრე. კარტოფილი გავამზადე აეროგრილისთვის, მარტო მარილი დავუმატე და 2 წვეთი ზეთი ფაქტიურად და ესეც ფარში კატლეტებისთვის და ეხლა შევაგდებ ამას აეროგრილში და ამას ტაფაზე შევწვავ. რაღაცა ესე ტაფაზე შემწვარი მოგვინდა. ებეკო ზის და მეცადინეობს და დანი მაიმუნობს აგერ მოიყვანა ზურამ უკვე. დანი დუნი. კატლეტები მზად არის. კარტოფილი მზად არის და ეხლა ვაცხობ ტაფაზე უსაფუარო პურს, ესე საუცბათოდ, იმიტომ რომ პური არ მქონდა, ხო და ერთი ცალი დარჩა რომ გამოცხოს და დავჯდებით და ვისადილებთ. საღამოს ჟამს მოკლედ მოვამზადე კეფირზე ოლადები გამოდის უფუმფულესი, უფაფუკესი, უკარგესი, მოკლედ საჭირო არის 300 გრამი კეფირი, 2 გრამი სოდა, 1 ცალი კვერცხი, 2 სუფრის კოვსის შაქარი, მწიკვი მარილი და 260 გრამი ფქვილი. სულ ეს არის, მეტი არაფერი არ ჭირდება საერთოდ. არც ამოსვლა არ უნდა დააცადოთ, კარგად აურევთ ამ ყველაფერს ერთმანეთში და შეწვავთ ზეთში და გამოდის უგემრიელესი და უფაფუკესი. ასე რომ აქედან ეხლა დაგემშვიდობებით, მეც მერე გოგოებს მივხედავ, მოვაწესრიგებ და დავაძე. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვლოგში. დროებით.